თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კომუნიკაცია ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ყველა დონეზე შეჩერების ფონზე ბრიუსელში გუშინ ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ჩვენი ქვეყნის მიმართ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამო მსგავსი შეხვედრის გამართვა სტანდარტული პროცესია. ევროკომისიის და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგის მიზანი იყო იმ მიზეზების გარკვევა, რის გამოც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები უვიზო მიმოსვლის დროებით ვეღარ სარგებლობენ. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მძიმე შინაარსს და იმ რეკომენდაციებს დაერქმნა, რომლებსაც ევროკომისია ამ დრომდე შეუსრულებლად აცხადებს. ბრიუსელის მხრიდან აქცენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე კეთდება. ქართული მხარე რეკომენდაციებს პოლიტიკურ წინაპირობებად მიიჩნევს და ამბობს, რომ პრეტენზიებს ფაქტებითა და არგუმენტებით უპასუხეს. არაერთი გამაფრთხილებელი გზავნილის ფონზე მოსალოდნელია თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვა და გააჩინა თუ არა გუშინდელმა შეხვედრამ დიალოგის სივრცე. ანა ბროლაძე დეტალებით. 2 წლის განმავლობაში საქართველოს ევროკავშირის შეჩერებული პოლიტიკური დიალოგის ფონზე პირველი სამუშაო შეხვედრა მხარეთა შორის ბრიუსელში შედგა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სავიზო დიალოგის ფარგლებში ჩანიშნულ გეგმიურ შეხვედრაზე ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში იმ ქვეყნის ხელისუფლების არგუმენტები ჩაიტანა, რომელსაც ეუბნებიან, რომ მისი ქმედებები ძირს უთხრის ვიზა ლიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას, რის გამოც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში უვიზოდ შესვლა ეკრძალათ და მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც სხვადასხვა სცენარებთან ერთად სამუშაო მაგიდაზე დევს. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონებით ქვეყანა დაახლოების ნაცვლად ორგანიზაციას სულ უფრო მეტად ჩორდება და წევრობის პერსპექტივაც არ აქვს. უკვე 2 წელია ევროკომისია გაფართოების ანგარიშებში წერს, რომ ერთ დროს რეფორმებში მოწინავე საქართველო დემოკრატიული უკუსვლის გამო მხოლოდ ფურცელზეღარ რჩება წევრობის კანდიდატ სახელმწიფოდ. ამ ანგარიშს ქართული მხარე არაობიექტურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ წევრობის მსურველი სახელმწიფოს პოზიციები თუ არგუმენტები დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის. ქვეყანა კი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის უზრუნველსაყოფად მუშაობას აგრძელებს და ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას უჭერს მხარს. ქართულმა მხარემ თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარადგინა პოზიციები, რაც შეეხება იმ წუხილებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, იმ რეკომენდაციებს, რაც ასევე დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა და ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს. ქართულ მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ ევროკომისიის სპიკერმა დღეს იგივე გაიმეორა, რაც შეხვედრის დაწყებამდე მოვისმინეთ, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც მიმდინარე წლის მარტში საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ ასევე წარმოადგინა თავისი შეხედულებები. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ არსებით და პოტენციურ შემდეგ ნაბიჯებს. შეხვედრის დასრულებიდან მალევე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა ევროკავშირის მაღალი რანგის ანონიმურ თანამდებობის პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ დიალოგი საკმაოდ უნაყოფო იყო. მართველი გუნდი ამბობს, რომ მედიის გამოყენებით ინფორმაციამ შეხვედრის დასრულებიდან 15 წუთში გაჟონა იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელმა ქართულ მხარეს შიდა დეტალებზე საჯარო საუბრისგან თავშეკავება სთხოვა. შეხვედრის შინაარსის გათვალისწინებით ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი ნაადრევია. პარლამენტში იმედი აქვთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდგომ ჩანიშნული შეხვედრები გაგრძელდება, პოლიტიკური დიალოგის განსაახლებლად მხარეები კვეთის საერთო წერტილების მოძებნას შეძლებენ და ურთიერთობებიც ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის საფუძველზე განახლდება. მაინც ვთქვათ, რომ იყო ნაყოფიერი შეხვედრა, იმიტომ რომ მხარეებმა დიდი ხნის ურთიერთობის არ ქონის შემდგომ გაცვალეს სამუშაო დონეზე სამართლებრივი არგუმენტები.
ამის მიღმა, რა თქმა უნდა, არის ცალკე ასევე პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ამ ეტაპზე არის გაყინული, ამიტომ ჩვენთვის მაინც საბოლოო ჯამში არის მნიშვნელოვანი, რომ სამართლებრივი არგუმენტების, სამართლებრივი დისკუსიის მიღმა ასევე იყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც საბოლოო ჯამში, რომელმაც უნდა შექმნას ზოგადი ჩარჩო-ორმხრივი ურთიერთობების კონსტრუქციულ ფორმატში დაბრუნებისთვის. იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ოღონდ ეს არის პირველი ასეთი შეხვედრა, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები, რა თქმა უნდა, არ ქონდა ამ შეხვედრიდან. იმედია, ეს ავიზო დიალოგი გაგრძელდება და შემდგომ შეხვედრებზე გვექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც საერთო გადაკვეთის წერტილებიც მოვძებნოთ. ტექნიკური ჯგუფების დონეზე იყო განხილვა ტექნიკური საკითხების. ჩვენ ვატყობთ უბრალოდ რომ პოლიტიკური თემები შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც თავისთავად აჩვენებს არაკეთილსინდისიერებას ბრიუსელისას. ხელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის დააწესა სავიზო მოთხოვნები, დაარღვია ამით 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. შემდეგ ეს დარღვევა რომ რაღაცნაირად დაეფარათ მიიღეს სპეციალური რეგულაციები საქართველოზე მორგებული, გადაუხვეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას, საკუთარ გემოვნებით შეუძლიათ ნებისმიერი რამე მოგთხოვონ. ეგრეთ წოდებული დემოკრატიული განვითარების სოუსით შეგვიძლიათ აბსოლუტურად გამოიგონონ ყველაფერი, გვითხრან რა კანონი მივიღოთ, რა არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე დაუდგეთ თუ მარჯვენა ფეხზე უნდა დაუდგეთ და ასე შემდეგ. ევროკავშირმა გასულ წელს მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმები აამოქმედა. შეცვლილი წესები ბლოკს შესაძლებლობას აძლევს უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტოს სახელმწიფოებს, თუ ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ორგანიზაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალ საფუძვლებს შორისაა ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობების გაუარესება ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებში. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლის სარგებლობის შესაძლებლობას დაკარგავს, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლება იქნება. ქართული ოცნების რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად დავკარგოთ ყველა ის ჩარჩო მექანიზმი და ინსტრუმენტი, რაც 10 წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საჯარო მოხელეზე დიპლომატიის შრომის შედეგად იქნა მოპოვებული. სრული პასუხისმგებლობა ცხადია ეკისრება ქართული ოცნების რეჟიმს, რადგან ერთადერთი მხარე, რომლის ქმედებების და მისი რიტორიკას განისჯობა დღეს ამ ჭრილში არის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების რეჟიმი. ასე რომ ბურთიანი მთლიანად ქართული ოცნების მოედანზე და პასუხისმგებლობაც ეკისრება სრულად მას. უნდა იღებენ ისეთ კანონპროექტებს, რომელიც შეუთავსებელი არის ევროპულ სამართლებრივ ნორმებთან, რომელიც ახდენს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას, შეკრების და მანიფესტაციების შეზღუდვას და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების და მედია საშუალებების, თავისუფალი მედია საშუალებების შეზღუდვას. ჩვენც დაგვიკლია ჩვენ ევროპელებთან, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე, უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, თუმცა ალბათ მოთმინების ფიალასაც აქვს ეს ზღვარი, ამიტომაც აუცილებელია რომ მოხდეს ძალიან მალე ამ სისტემის დემონტაჟი, რომ ამ საფრთხისგანაც მოხდეს თავის არეულობა. ვინც არის დღეს პასუხისმგებელი ამ არადემოკრატიულ პროცესებზე, თუნდაც იმაზე, რომ კითხვის ნიშანიც კი დაისვა, უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, თუ ასე ვთქვათ, გაგრძელდეს, ამაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას, ის რაც ეხება პირადად მას, მის არადემოკრატიულ ნაბიჯებს, ამას სამწუხაროდ ნათლავს ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის დათმობად ან შანტაჟად და რეალურად ეს ასე არ არის. ნებისმიერი ეს რეკომენდაცია, კრიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დემოკრატიულ პროცესებს დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყანა. კრიტიკის ადრესატები ქართული ოცნებიდან კვლავ აცხადებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენება. გარემოებების ობიექტურად შეფასების შემთხვევაში კი უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში საერთოდ არ დადგება, რადგან საქართველოს საჭირო ვალდებულებებს კვლავაც განუხრელად ასრულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან დიალოგის განახლებისთვის მზაობას უკვე მერამდენით გამოხატავს. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზეც, რაც განიხილებოდა ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის. ჩვენ თავის დროზე
რეალურად ჩავგედეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. სამუშაო შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი გიორგი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი და მორიგ სამუშაო შეხვედრებს არ გამორიცხავს. რა ფორმით და როდის გაგრძელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, მხარეებს დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებიათ.